სახელითა მამისათა და ძისათა და ძმიდისა სულისათა ჩვენთან არც ღმერთს არც დაიყოს ყველას გილოცავთ ლევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასრულოთ თქვენ და სრულიად საქართველო ამინ ლევანდელ დღეს მოგეხსენება დანო და ძმანო მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს პეტრესა და პავლეს ხსენებას რომლებიც არიან ესე იწოდებიან თავნი მოციქულთანი ანუ პირველები არა იმითი რომ რაღაცნაირად სხვა მოციქულები ვთქვათ უნდაბლესები არიან არა უბრალოდ მოგეხსენებათ ეკლესიაში რაღაცა გარკვეული იერარქიული წყობაა და აი ამ იერარქიაში აი ესე წარმოჩინდნენ რომ პირველები არიან პეტრე და პავლე მეორეოდე სიტყვით გეტყვით მათი ცხოვრების შესახებ და თქვენ თვითონაც ალბათ მიხვდებით მე თუ რატომ არიან ისინი პირველი მოციქულები თუმცა კი ამის ზუსტი მიზეზი არ არსებობს რაღაცა ან ამიტომ შეიძლება მრავალი მიზეზი დასახელდეს ერთდროულად პირველ რიგში გეტყვით იმას რომ პეტრე უშუალოდ იცნობდა მაცხოვარს მისი მოწაფე იყო და პავლე არ იცნობდა მას და შემდგომში მაცხოვრის აღდგომის შემდგომ გამოცხადებით გახდა ის ქრისტიანი ქრისტეს მიმდევარი შეიძლება და მოციქული ასე ვთქვათ და გეტყვით ორიოდე სიტყვით მოკლედ იმიტომ რომ იმედი მაქვს რომ თქვენ ეს ყველაფერი გახსოვთ წმინდა წერილიდან იმიტომ რომ საქმე მოციქულთაში ეს ყველაფერი პავლეს შესახებ ძალიან კარგად წერია როგორ მოექცა პეტრეს შესახებ თვითონ სახარებაში ჩვენ ორი კვირის უკანაც წავიკითხეთ თუ როგორ მოხდა მისი გამორჩევა მოციქულად მაგრამ საქმე რაში არის რატომ აქვს რაღაცა გარკვეული უპირატესობა პეტრეს პირველ რიგში სახარებაში თქვენ თვითონ ნახავთ რომ და სადაც არის შეხვდებით პეტრე ძალიან ხშირად ფიგურირებს სადმე მიდის მოციქული რაღაცა თქვა აი თაბორის მთაზე ავიდა აუცილებლად პეტრე ახლავს სამი მოციქულთაგან ერთ-ერთი პეტრეა თქვათ იქ შევიდა მიცვალებული უნდა აღედგინა სამი მოციქულთაგან ერთ-ერთი პეტრეა აუცილებლად პეტრე ყველგან ახლავს ამავდროულად როდესაც მაცხოვარი აი დღევანდელ სახარებასაც ვკითხულობთ შეკითხვა სვავს პეტრე იძლევა პირველი პასუხს ნახეთ ამბობს რომ ვინ გონი ვარ მე ხალხს და პასუხობენ მოციქულები რომ ვიღაცა ამბობს რომ იოანე წინასწარმეტყველი ხარ ვიღაცა ამბობს რომ იერემია ხარ ვიღაცა ამბობს რომ ილია ხარ თქვენ ვინ გონი ვარ და პეტრე წარმოდგება და პირველივე ამას იტყვის მაშინვე რომ შენ ხარ იესო ძე ღვთისა და მას პასუხად მიეცემა ასეთი რამ რომ შენო ესო სისხლმა და ხორცმა კი არ გამოგიცხადა ესო ჩემმა ზეციურმა მამამ გამოგიცხადა და ეს გამოცხადება არის სწორედ საძირკველი კლდე სარწმუნოება შეიძლება ესე ითქვას ამიტომაც პეტრე მოციქულს სხვანაირად პეტრე თვითონ სიტყვა კლდეს ნიშნავს ქვას ნიშნავს აი სიმხარეს ნიშნავს და ეს არის სწორედ სარწმუნოებრივი სიმხარე თუმცა კი აქვე ხო ჩდება შეკითხვა რომ რომელ სარწმუნოებრივ სიმხარეზე მელაპარაკებით პეტრე არ იყო ის სამჯეროდ გამკაც არ ვიცნობ ხო ამიტომაც აქ პეტრეს პიროვნებაზე კი არ არის ამ შემთხვევაში ლაპარაკი თქვენ ესენი თმენეთში არ უნდა აურიოთ ნებისმიერ პიროვნებამ შეიძლება რაღაცა სხვადასხვა ექსტრემალურ სიტუაციაში სხვადასხვა სისუსტე გამოიჩინოს არა ამ აღიარებაზეა ლაპარაკი შენ ხარ იესო ძე ღვთისა როდესაც ეუბნება ეს გახლავთ ის სარწმუნოების კლდე რომელზედაც არის დაშენებული ეკლესია ახალი აღთქმის ეკლესია რომელსაც ჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევია რას ნიშნავს ეს სიტყვები რომ მე თუ მწამს ძე ღვთისა განხორციელებული განკაცებული ღმერთზეა ლაპარაკი აი ეს სარწმუნოება თუ გამაჩნია ეს არის სწორედ ახალი აღთქმის სარწმუნოება ეს არის სწორედ ის სარწმუნოება რომელიც მაცხოვნებელია და ჭეშმარიტია და ამისი აღიარება მოხდა პეტრეს პირიდან თუმცა კი ამისი აღიარება არ ნიშნავს იმას რომ ის აღარასოდეს აღარებაში აღარ შეცდებოდა ამიტომაც ჩვენ რომ ვართ მართლმადიდებლები არც ერთი არასდროს არ ვამბობთ რომ ჩვენ ვართ უცნობელი ადამიანები იმიტომ რომ ამ სარწმუნოებას ვაღიარებთ ჩვენს პეტრეს დარად და მსგავსად მაგრამ შეიძლება აქედან გასული რაღაცა მეგი წამოვიკრათ რაღაცა წოდვაზე ხო სული ერთადაც ესეთ გულისხმობ რა თქმა უნდა ვერთმა ყველა დაგიფარო მაგრამ ყველას დაცემის რაღაცა პოტენციალი გააჩნია ამიტომაც მთავარია შეინარჩუნო ის სარწმუნოების კლდე ანუ ის საძირკველი რომელიც ამ კლდეზეა დაშენებული და ვერაფერი მას ვერ მოერევა ვერც ხარი დაანგრევს ვერც მიწისძვრა და ჭენი ჯოჯოხეთისანი ბუნებრივია რასაც გულისხმობს მაცხოვარი მას ვერ მოერევია სწორედ ეს გახლავთ ეს სარწმუნოების საფუძველი რომ შენ ხარ იესო ძე ღვთისა აი ამ სიტყვების თქმა ამ სიტყვების აღიარება და რწმენა ამისი არა მარტო გამოთქმა რაც გერებით გამოიქმნის არამედ აღიარება ამისი გახლავთ სწორედ პეტრე მოციქული ამიტომაც იწოდება მისი სიმბოლოა სარწმუნოება შეიძლება ასე ითქვას
ეხლა რა სიმბოლოა პავლეს, მას აქვს სიყვარულის სიმბოლო. ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც წარმოიდგინეთ როგორი მოშურნია, რომ იესო ქრისტეს საერთოდ არ იცნობს. მის შესახებ სმენია, მაგრამ ერთ-ერთი ძალიან ცნობილი მოძღვარი იყო გამალიელი, რაბინი იყო ებრაელებისა და მის ფერხთით იყო ეს აზრდილი. მას საულე ერქვა იქამდე, სხვადასხვა პეტრესაც სხვა სახელი ერქვა, სიმონი ერქვა იქამდე და მერე დაერქვა მას პეტრე ან კლდე, სწორედ ამ სიტყვების აღიარების გამო. თუმცა კი პეტრე იქამდე დაერქვა, მაგრამ ეს წინასწარ იყო განჭვრეტილი, რომ კლდე იქნებოდა სწორედ ამღიარებელი აი ამ სიტყვების. მას ერქვა საული. ის ბენიამინის ტომიდან იყო და საული ბენიამინის ტომში ძალიან ისეთი მოდური სახელი თუ რა ვიცი როგორ თქვა, ძალიან ბევრს ერქვა, იმიტომ რომ პირველი ისრაელის მეფე იყო საული ბენიამინის ტომიდან. და რა თქმა უნდა ბენიამინის ტომს ყოველთვის ჰქონდა ეს დანაკლისი, რომ წესით უნდა გაგრძელებულიყო ეს შტო, სამეფო შტო საულის მხრიდან, თუმცა კი ჩვენ ბიბლიური ისტორიით იმედია რომ ვიცით, რომ საულის შტო აღარ გაგრძელდა და მის მაგივრად ღმერთმა გამოარჩია დავითი მეფე, მეფსალმონე და საულის შტოს ჩამოშორდა მეფობა. და ბენიამინის ტომს სულ ჰქონდა რაღაცა ეს დანაკლისი კომპლექსი, თუ არ ვიცი როგორ შეიძლება გითხრა და ამიტომ ძალიან გავრცელებული სახელი იყო მათ ტომში ეს საული, საულს არ ჰქონდა ხშირად. შესაბამისად, მასაც საულე ერქვა, შაულ ესე გამოითქმის ებრაულად და ნუ საულე ასე გამოთქვა თარგმანი არ ხდება ხოლმე სიტყვის, მაგრამ შეცვლა ხო ხდება რაღაც ბგერებით. საულე როგორ გახდა პავლე? წარმოიდგინეთ, საქმე მოციქულთაში წერია, რომ როდესაც სტეფანე პირველ დიაკონს ქვებით ხოლავენ, პავლე იქ დგას, ჯერჯერობით საულეა კიდევ, იქ დგას და ყარაულობს იმ ტანსაცმელებს, ვინც ქვებს ესრო და ისინი ამ ზედატანისამოს იხდიდნენ. და ამ ქვების როლაში მოკლედ რო არ დაასრულა ტანისამოსი მაშინ ასე არ იყო, ეს რო კარატები გვაქვს სავსე, მაშინ ერთი ქონდა ადამიანი, შეიძლება ამაში დაბერებულიყო და მომკვდარებოდა. ამიტომ უფრთხილდებოდნენ იმას და თუ რამე საქმეს აკეთებდნენ, იხდიდნენ ამას და თვით რო ყოლავდნენ კაცს, იქ არ შეიძლებოდა სისხლი მიშქებდებოდა რაღაცა, უწმინდურობა ჩაითვლებოდა ეს, ამიტომ დასაცმელს იხდიდნენ და ამის ფეხებთან, საულეს ფეხებთან დაეწყეს ეს. ამბობენ რას? თვითონ საულეს არ მიუღია მონაწილეობა ამ ღვით ჩაქოლვაში. მაგრამ რატო არ მიუღია? განასურველი არ ქონდა. უბრალოდ არასრულწლოვანი იყო და უფლება არ ქონდა. არასრულწლოვანს გულისხმობ 30 წელიწადი მას ჯერ არ შესრულებოდა. მამაკაცი სრულყოფილად ითვლებოდა 30 წლიდან. მას უფლება ჰქონდა ჯულიერ რაღაცა საკითხებში მიეღო მონაწილეობა. მას არ ჰქონდა 30 წელიწადი შესრულებული და ამიტომ უბრალოდ დასაცმელებს ყარაულობდა. მის ჩაქოლვაში ხომ მიიღო მონაწილეობა. ამის შემდგომ მდელმთავრებისგან გამოითხოვა წერილი დამასკოში წავიდა, იმიტომ რომ იქ რომ გაიქცნენ ქრისტიანები, ახლა იმათ დავაპატიმრებდა ჩამოვიყვანს სოფალას. აი ესეთი მოშურნეობა ჰქონდა სარწმუნოებისა. ეგონა რომ ქრისტიანობა ებრძოდა მის ნამდვილ და ჭეშმარიტ სარწმუნოებას და იმდენად განიცდიდა ამას, რომ ყველაფერზე მიდიოდა, სისხლის დაღვრამდე მიდიოდა. აი ძალადობა დღეს რომ ეს ძალიან აქტუალური თემაა ეს ძალადობა, თუ ვინმეზე ეთქვია რომ მოძალადე იყო, პავლე იყო პირველი მოძალადე, იმიტომ რომ პირველად ქრისტიანებს ის ასე დაძლებდა და ასეთ საშინელებებს უკეთებდა. სწორედ ამ დამასკოს გზაზე მას აქვს გამოცხადება და იესო ქრისტე ეკითხება მას, რომ საულ რა გდევნი მე? და პავლე ეკითხება, შეუბრუნებს კითხვას, რომ ვინ ხარ შენ უფალო? უფალი ბატონოს ნიშნავს. იმბრძანდები ბატონო. დაბრუნებულია პავლე და ვერავინ ვერ ხედავს მის მეტი ამ გამოცხადებას, ხოლო პავლეს ესმის და პავლე ხედავს ამას. მე ვარ იესო, რომელსაც შენ დევნი. აქ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ამბავია ერთი რამ. პავლე შემთხვევით კი არ ეკითხება მას, ვინ ხარ შენ? იმიტომ რომ მან ძალიან კარგად იცის წმინდა წერილი. მან ძალიან კარგად იცის გამოცხადებების ისტორია. ყველა გამოცხადება, რომელიც აქვს წინასწარმეტყველებს, ღმერთი რაღაცა სახელით ეცხადება მათ. არის ვიღაცას ეუბნება რომ იახვე, ვიღაცას ეუბნება სალაოთ, ვიღაცას ეუბნება ადონაი. რატო? იმიტომ რომ რა სახელითაც ეცხადება, ეს სახელი ყველა ითარგმნება და ნიშნავს განსაზღვრავს ამ გამოცხადების შემდგომ მოქმედებას. რომ სალაოთი ზეციურ მებრძოლთა მხედრობათა მეთაურია, შესაბამისად რაღაცა საბრძოლო განწყობილებას ნიშნავს ეს გამოცხადება. იახვე მოწყალეს ნიშნავს. და ნუ რა ვიცი, ეს სახელების მიხედვით შეიძლება. ამიტომაც პავლეს ზუსტად ხვდება, მას ეჭვი კი არ ეპარება რომ გამოცხადება. ამაში კი არ შეაქვს ეჭვი რომ ეს ღმერთი გამომეცხადა თუ არ გამომეცხადა. აინტერესებს ღმერთი რომ გამოეცხადა, რომელი სახელით ეცხადება, რომ საქმეზე რომელზეც მიდის, მისი შემდგომი მოქმედება ამ სახელმა უნდა განსაზღვროს.
რომ თუ ეტყვის რომ მე ვარ ელოჰიმ მაგალითად, ელოჰიმ საჯულებს ნიშნავს, გააძლიერებს ის ამდენას, იმიტომ რომ საჯულებმა უნდა დასაჯონ ვიღაცა, მათი მოვალეობა ეს არის, რომ გამოიტანონ უნდა განაჩენი და პავლეც იტყვის, რომ აი განაჩენის გამოსატანად მივდიოდი და სწორედ გამომეცნდა ღმერთი ამ სახელით ელოჰიმ და მივდივარ ეხლა რომ აღვასრულო მე მსჯავრი. ამიტომაც ეკითხება, ვინ ხარ შენ უკან? იქიდან პასუხია, მე ვარ იესო, რომელსაც შენ მდევნი. პავლესთვის ყველაფერი ცხადი გახდა მაშინ, რომ იესო ისეთივე ღმერთია, როგორც მისი ძველ აღთქმაში გამოცხადებაში მოხმობილი სახელები, ის ელოჰიმ, იაჰვე, რაც ჩამოუყალე. იესო რომ სწორედ ასეთივე ღმერთია, მისთვის ეს ყველაფერი ცხადი გახდა და ეს მდევნელი კაცი გახდა უცბად ისეთი მქადაგებელი, ისეთივე მოშურნე, როგორი მოშურნეობითაც ქრისტიანობას დევნიდა, სწორედ ასეთი მოშურნეობით მან ქრისტიანობის ქადაგება დაიწყო და ის გახლავთ წარმართთა მოციქული ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ წარმართებში იქადაგა მან და არაერთი ქვეყანა მოაქცია, არაერთი ეკლესია დააარსა, ისევე როგორც პეტრე მოციქულმა. მან დააარსა რომის ეკლესია, მან დააარსა ანტიოქიის ეკლესია, პეტრე მოციქულზე არის ლაპარაკი. ისინი ორივენი ერთად ნერონის დროს აღესრულენ რომში. მინდა ორიოდე სიტყვა გითხრათ მათი აღსასრულის შესახებაც, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მოწამეობრივად აღესრულნენ. პეტრე გააკრეს ჯვარს, იმიტომ რომ ვინ იყო ვიღაც გალილეველი მეთევზე და ამიტომ შეიძლებოდა რომ უკიდურესი სასჯელით დაესაჯათ, რომის კანონები ასეთი იყო. პავლესზე არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ ის რომის მოქალაქე იყო და რომის მოქალაქეებს ასე არჩევდნენ, ამიტომ ის სათანადოდ დასაჯეს, ესე იგი, მინდა გითხრათ, რომ გამოიჩინეს მასზე დიდი გულმოწყობა და თავი მოკლდეს. ასე რომ სასაცილოა ხო ეს ამბავი, ეცინება რომ ჯვარზე გაკვეთ მოკლავენ და თავის მოკვეთით რა მნიშვნელობა აქვს, ხა დახვრეტას ჩამოხშობით შეუძლია. აი რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ პატივი იყო რომ თავი მოკვეთეს და არ გააჭრეს. მაგრამ ეს სხვა თემა, მე რა მინდოდა რომ მეთქვა, იმიტომ რომ როგორ მეორდება რაღაცა ისტორიები და არ იფიქროთ რომ ეს რაღაცა 2000 წლის უკან მოხდა და მე აღარ გამეორებოდა. წარმოიდგინეთ ორივე ერთდროულად არიან რომში. პავლე ებრაელებმა დაიჭირეს და მისი ჩაქოლვა უნდათ და მან თქვა რომ რომის მოქალაქე ვარო და იქაურმა მოკლედ ჯარისკაცებმა რომაელებმა ის თავისთან წაიყვანეს, იმიტომ რომ უფლება არ ჰქონდათ რომაელი მოქალაქის ესე გასამართლება და გააგზავნეს რომში. რომში იმყოფება პატიმრობაში, პეტრე საქადაგებლად არის რომში ჩასული და დაიწყო ქრისტიანების დევნა. რატომ დაიწყო ქრისტიანების დევნა უნდა გითხრათ. იოსებ ფლავიუსი არის ასეთი ისტორიკოსი. ის აღწერს რომ ნერონის და მისი ოჯახის შესახებ ცოლად ყავდა პომპეია ერქვა იმ ხალხს. ეს ხალი იყო იუდაური სარწმუნოება მიიღო ამ ხალხმა და ძალიან მორწმუნე იუდეველი. შესაბამისად ქრისტიანებს ვერ იტანა, იმიტომ რომ იუდეველებს ჰქონდათ ეს პრობლემა, რომ აი ქრისტიანები რაღაცნაირად მათ სარწმუნოების რაღაცა ერეტიკოსები არიან. დაახლოებით ესეთი წარმოდგენა ჰქონდათ და ერეტიკოსები უნდა მომხდარებდნენ მაშინდელი იუდაური კანონები. ამიტომაც ამ ცოლმა რომ ეს სარწმუნოება მიიღო, ყველას მოგეხსენება ცოლს როგორი გავლენები აქვს ქმარზე. და ქმარსაც ხომ გააჩნია ნერონი, იცით როგორ იწოდება? ანტიქრისტეს წინამორბედად იწოდება ნერონი მოციქულთა მიერ. იმიტომ რომ რასაქციელებიც მან ჩაიდინა, მინდა გითხრათ რომ აი ჩვენ მეორედ მოსვლას რომ ველოდებით, სწორედ ამით გამოვიცნობთ, წინამორბედის მიხედვით გამოვიცნობთ, რომ როგორ იქნება ანტიქრისტე. რა გააკეთა ამ ადამიანმა რომ მიწოდეთ? ნუ ძალიან ძველი ისტორია, ყველაფერს ვერ მოვყვები, მაგრამ ცოტა რაღაცებს მაინც გეტყვი. ძალიან გავლენა ჰქონდა იუდაური სარწმუნოებისა თავისი ცოლისგან. მაგრამ ქრისტიანებს არ ერჩოდა. პირიქით, საერთოდ არავითარი პრობლემა არ ჰქონდა ქრისტიანებს. მაგრამ ჰქონდა ძალიან დიდი ამბიცია, რომ რაღაცა პატარა და ისეთი კაცი იყო, ფიზიკური ნაკლის ჰქონდა, მაგრამ თვლიდა რომ ყველაზე საუკეთესო მოცეკვავე იყო. ხატვა საერთოდ არ შეეძლო, მაგრამ ამბობდა რომ მე ყველაზე მაგარი მხატვარი. პოეტობის ნიჭი საერთოდ არ ჰქონდა, მაგრამ ამბობდა რომ ყველაზე მაგარი პოეტი ვარ. ყველაზე მაგარი მსახიობი ვარ, ესეთ რაღაცას ამბობდა და გამოდიოდა ცირკში, არენაზე იმპერატორი კაცი და რაღაცებს თამაშობდა, ვითომ ასრულებდა. გადაწყვეტა რომ დაეწერა რაღაცა პოემა, როგორ დაიწვა ცეცხლში ტროა. მაგრამ მუზა არ მოუვიდა. ამიტომაც თავის მონებს უბრძანა რომ რომში ცეცხლი გაეჩაღებინა ქალაქში. ეს ყველაფერი აღწერილია ნამდვილად ისტორიული ცნობებია, არავითარი მოგონებები არ არის. აღწერილია ესა და
გაიჩაღებინა ცეცხლი და იდგა მე რაღაც ერთ-ერთ გორაკში და უყურებდა როგორ იწოდა რომ მუზა მოსვოდა რომ აი დაეთროა როგორ იწოდა ესე იგი აი ეს აბიბინებული ცეცხლი ქალაქი უნდა ენახა თავისუფლად რომ ეს დაეჭა. ავად მყოფი კაცი იყო მოკლედ პირდაპირ მაგრამ საქმე რაშია? პირდაპირ დაადანაშაულეს ნერონი რომ შენ გადაწვი რომ ეუბნებიან იმიტომ რომ იცნეს მისი მსახურები რომლებიც სამები დარბობდნენ ჩირაღუნები ცეცხლის გასაჩაღებლად. მაშინ ცოლმა უკარნახა მას რომ შენ რომ ამ სიტუაციიდან გამოყვიდე ეს ყველაფერი უნდა დაბრალდეს ქრისტიანებს. ოღონდ ქრისტიანები რომ დაადანაშაულო ამისი მოწმე არ აქვს, რომ ცეცხლი მას წაუკიდეს ამისი მოწმე არ არსებობს, სამაგეროდ არსებობს მისი მოწმე, რომ ვინ არიან ქრისტიანები. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არიან გამოქცეული მონები, ანუ გამოეპარნენ თავიანთ ბატონებს და არ არის კვამლი უცეცხლოდ, ხო იცით რატომ? იმიტომ რომ ქრისტიანები ამბობენ რომ ჩვენ ვართ თავისუფალი ხალხი. ჩვენ არავის არ ვემონებით გარდა იესო ქრისტეს. აი ამ თავისუფლებაზე, როდესაც ლაპარაკობდნენ, ესენი დანაშაულად უდგნენ და ამბობდნენ რომ ესენი არიან გამოქცეული მონები. მეორე რითი დაადანაშაულეს, რომ ისინი თითქოს სექსუალურ ორგიებში იყვნენ შემჩნეული. და რატომ? იმიტომ რომ ქრისტიანები იკიბირებოდნენ საღამოობით პურის გატეხისათვის და ამას ეძახდნენ აღაპს. აღაპი არის სიყვარული. სიყვარულის საღამოებს აწყობენ და სიყვარული წარმართისთვის რა იყო? სექსი მხოლოდ მაპატიეთ ამბიონიდან ამ სიტყვის გამეორება. ამიტომაც დაადანაშაულეს პირდაპირ და თქვეს რომ ესენი არიან სექსუალურად გაუკუღმართებული ადამიანები, რომლებიც რაღაცა ორგიებს აწყობენ ამისთვის იკრიბებიან. მესამე დანაშაული იცით რა იყო? რომ ისინი ვიწამლავენ წყალს, რადგანაც შეამჩნიეს რომ რამდენიმე ქრისტიანმა ნაკურთხი წყალი ჩაასხა ჭაში. იმიტომ რომ დაერდია ნაკურთხი წყალი წლის განმავლობაში. ჭა სადაც იყო მიდიოდნენ და ასხოდნენ ნაკურთხ წყალს. ამიტომ საფუძვლად ჰქონდათ მათ ეს ბრალდება, რომ აი გამოქცეული მონები არიან სექსუალური გაუკუღმართების ორგიებს აწყობენ და ესე იგი ვიწამლავენ ჭებს აი ესეთი ბრალდებებით დაიწყო სასტიკი დევნა ქრისტიანობისა. პირდაპირ ჯვრებზე აკრავდნენ ქალაქის ქუჩებზე და ცეცხლს უკიდებდნენ და ასე ანადებდნენ ღამე ქუჩებს. მთელი ამბები მოხდა იქა, ძალიან ძველი და ვრცელი ისტორია ესა ნერონის დროს, ამიტომაც მას უწოდებენ ანტიქრისტეს წინამორბედს, იმიტომ რომ მან ესეთი საშინელი დანაშაულებები ჩაიდინა. ამიტომაც ჩემო ძვირფასებო, პეტრეც და პავლეც სწორედ აი ამ დევნას შეეწირა. პეტრეს შესახებ არის გარდამოცემა, რომ როდესაც ესეთი დევნა დაიწყო, მან დატოვა რომი, თუმცა კი გამოცხადებით ნახა, რომ იესო ქრისტე შედიოდა რომში. სად მიდიხარო კითხა და უთხრა, რომ მეორე უნდა ვეცვე ჯვარსო რომშიო ქრისტიანებს ბევრიანო და პეტრემ ეს რომ გაიგონა მოტრიალდა უკან შევიდა და შეიფრეს რა თქმა უნდა პეტრე როგორც ქრისტეს მქადაგებელი და როგორც გითხარით უკვე გააკრეს ჯვარს. აი ესეთი გახლავთ ამორი ადამიანის ცხოვრება. ვისაც გაინტერესებთ მათი ქადაგებები, უნდა წაიკითხოთ პეტრეს ქადაგება თუ გან მარკოზის სახარება უნდა წაიკითხოთ და მისი ეპისტოლე, ორი ეპისტოლე აქვს დაწერილი. უნდა იცოდეთ ეს ყველაფერი რას ამბობს, რას გვასწავლის, როგორ გვასწავლის. მარკოზმა იმიტომ დაწერა, რომ ეს პეტრეს მოწაფე იყო და პეტრე რასაც ქადაგებდა და ლაპარაკობდა, ამას იწერდა მარკოზი. ეპისტოლე თვითონ მისი დაწერილია. პავლეს რაც შეეხება, თუ გაინტერესებთ მისი ქადაგება, უნდა წაიკითხოთ ლუკას მოსახარება, იმიტომ რომ ლუკა მისი კარნახით დაწერა სახარება და უნდა წაიკითხოთ მისი 14 ეპისტოლე, რომელზედაც არის მინდა გითხრათ დაფუძნებული მთელი სწავლება, ახალ აღთქმის წიგნზეა დაფუძნებული ჩვენი სწავლება და ამ წიგნის ძალიან პირველი და უმნიშვნელოვანესი სახარებებია და ამის შემდეგ შეიძლება ითქვას პავლეს 14 ეპისტოლეა, რომელიც ძალიან განათლებული კაცი იყო და ის ამ წერის მანერაზეც ეთქობა და ყველაფერზე როდესაც აიკითხავთ ვიხდები თუ რაოდენ გამოცხადებით არა მარტო საფრთხო გამოცხადებით, არამედ თვითონ იქამდე ძალიან განათლებული და ნაბიჯი პიროვნება გზავნა. ამიტომაც ეკლესიამ გადაწყვიტა, რომ ამ ორ პიროვნების ხსენება აღესრულოს ერთ დღეს. ერთი სიმბოლოა სარწმუნოება, მეორე სიმბოლოა სიყვარული და ჩვენი ცხოვრება უნდა იყოს ასეთი. ეკლესია სწორედ ამას გეუბნება. ის ცხოვრებას რომ გაეცნობი, მათ შემოქმედებას ამ შემთხვევაში ქადაგებას რომ გაეცნობი, მიხვდები რომ შენი ცხოვრების დევიზი უნდა იყოს სარწმუნოება და სიყვარული. სხვაგვარად გადარჩენა შეუძლებელი. ამიტომაც გისურვებ, რომ გიწინამძღოლთ პეტრე მოციქულმა სარწმუნოებაში და გიწინამძღოლთ პავლე მოციქულმა სიყვარულში. ამინ. ალოცული და გახარებული გამყოფოთ ქრისტეს გვერდით. თქვენთან ეს ლოცვა იქნება კლავს